ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობის ძირფასო მეგობრებო მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი ჩვენი მეგობრები ნიჭიერი და საყვარელი ხალხი გუფი ფორტე გახლავთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი განდის მეგობრებო როგორ ხართ მეგობრებო? მადლობა მომზადებისთვის. თქვენთან რომ მოდივარ სტუმრად ყოველთვის კარგად ვარ. ენაცვალე თქვენ. ერთი ისეთი კითხვით უნდა დავიწყო, ხო იცი, მე და ზურაც მედივართ. მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. ანუ უკვე არ მომწონს. არა, პირიქით, კაცო. ხო იცი, რაღაცა ცოტა შიშხათი რომ მივცეთ, ხილისურად რო თქვა, ხო? აი, რა მაინტერესებს, აი, სად უფრო კომფორტულად გზნობ თავს? ჩვენ შოუში თუ ზურას შოუში? იცი რა არის გია? ამ შემთხვევაში შენ შოუში. არა, ეს თან შენი შოუა, ჩვენი შოუა და ის არის ჩვენი ზურას შოუ და. და რა გაიშოვნება? ოჩეს ხუდრობით. ნახე რა მომზადებული კადრები. ხელფას მოგემატება. ეს მაგიტო თქვი გია თორე ხო იცი? იცი რა მითხარი, თავიდანვე ხედავდით მაშინ ამ ტალანტს, აი ღამის შოუს წამყვანისა თუ ნელ-ნელა შეიძინა ეს უნარები, როგორ იტყვით თქვენ, როგორც მისი დიდი ხნის მეგობარი. ნიჭიერი ბიჭია. ხო, არ ვუჩვენთ ხო ამის ნიჭიერებას. ძალიან. რა ზურას ღამეები აქვს ნათელი, ხა ღამის შოუს ამბავში როგორ არა. და სულ გვაკვირვებდა და ნუ ეხლა უც გაგვაკვირვა რა. ისე რა შეიცვალა ღამე უფრო ძლიერი ვარ. შენი ძლიერი ხარ. ხო და გარდა იმისა, რომ ესე იგი, რომ დამთავრდება კონცერტი, მერე სხვა მომღერლებს ურეკავს და ებადიჯება თავის შოუში. კიდე რა შეიცვალა თქვენს სამუშაო გრაფიკი? იცი რა, მე ძალიან ვეჭვი, ანუ ამ ბოლო დროს ხო აი. არის ხო ეს მომენტი? კი, ნამდვილად არის. ჩვენთვის აღარცალია. ბათვალიერებ ამის შოუს, იმას რაღაც სხვა რაღაცებიც ამომივარდება ხოლმე Facebook-ში და როგორც კი დავინახავ სამ გოგოსთან ერთად დგას და მღერის, აი არა და მღერის ხოლმე. ხო, და აი ცოტა ხოიცი შიგნი და რაღაც ბოღმის ამბავი მემარცხება ხოლმე. გითხარი, დადგება დრო და დამაფასებთ მეთქი. სულ დაფასებდი. ჩვენგან ზურა. ისე თუ არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ აი უყურებთ აი ზურას შოუს და მოხვალ ჭიპილია შენ სახში. სულ მაგას ძირითადად ეგრეა. არა, მაგრამ ზურა შოუს ყურებს. ზოგადად ძირითადად მოხვალ ზურა შენს. შეგეთ დღეშია. ზურას ჩვენ ხელში. დღეში. რამდენი წელია რა ჯგუფი ერთად ხართ? თქვენ კი ხართ გადასარება და 35 ხო? ბიჭო, ესე იგი თავის დროზე 35 წელია. კონიაკი რო ჩამოგესხათ თქვენ და ესე შეგენახათ აუქციონზე გასატანი იქნებოდა ეხლა ხო გეუნებოდი. ეგ არ მოგვივიდა თავს. ძალიან უყვარს თქვენი შემოქმედება მაყურებელს მეც ერთგულთან ღონისძიებელთა და გულშემატკივართა რიგებში ვარ იცი ეს თქვენ ყველაფერი და მაინც მინდა კითხოთ აი როგორ ფიქრობთ რა არის იმის საფუძველი რამაც ასეთი ხანგრძლივი აი შემოქმედებითი ცხოვრება და თანაც ძალიან წარმატებული განაპირობა თქვენი ჯგუფისა ხალხის სიყვარული პირველ რიგში ხალხის სიყვარული, მაგრამ ხალხის სიყვარული სანამ გაჩნდებოდა ერთმანეთის სიყვარული. რა თქმა უნდა. პატივისცემა ძალიან ბანალური პასუხია, მაგრამ აქტუალური. არა, მაკედან არის ყველაფერი. უპირველეს ყოვლისა სიმღერის სიყვარულმა დაგვაკავშირა ერთმანეთთან და შემდეგ უკვე ერთმანეთის სიყვარულმა ახლობლობამ ურთიერთგაგებამ ხანდახან დათმობის ხანდახან ამათმაც არა, ხანდახან დათმობის უნარმაც შემდგომ დათმობის უნარმა, რა თქმა უნდა. და რაც მთავარია, ჩვენ ერთმანეთს შევფიცეთ ერთგულება, ანუ კი, ნამდვილად. თუ გახსოვთ, გავიმეოროთ? კი ბატონო. ერთად ვიქნებით ჭირსა და ხიში, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. ოღონდ ეს პლატ ბოლომდე არ მომწონს, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებს.
ძირითადად ჩვენ გვერდში ჯერ ქონდა დაგაბინაოთო ჯერ დიდუბეში უნდოდა მე სადაც წაგვიყვანა პანთეში და მე მეწყნარად დავრჩებიო აქეთო რა ხონდა მოგხედოთ კაცო იქ მე რაღაცა ყვავილებიათ აფიცერიათ მაგრამ საჭირო აგაც ფაქტია რომ ფიცი მუშაობს კაცო ერთად ხარ და ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ კარგად და მედიერა და წარმატებით ახლა რა მინდა კიდე ძმადნაფიცები ხო არ და ჩვენ რა ვართ ძმადადნაფიცები ვართ თუ როგორ დაძმადნაფიცები ეხლა დაძმად ოყოჩა ზურა მე და შენ კიდე უკეთესად გავუგებთ ერთმანეთს თუ გავიხსენებთ 90-იან წლებს იმიტომ რომ იმ დროის პერიოდში ასე ვთქვათ კაცისთვის ბიჭისთვის ახალგაზრდა ადამიანისთვის არ იყო მარტო იმიტომ რომ ხო იცი ქუჩაში ფორმირებები საძმოები და აი ეს ხორება იყო მაშინ და ზურამ აირჩია სულ სხვა გზა ამ დროს სამ შესანიშნავ გოგონასთან ერთად ვთქვათ ჯგუფი შეიკრა და მითხარი ახლა საძმოების ფონზე ქალბატონების არჩევანი სწორი იყო უფრო რთული გზა აირჩია თუ უფრო მარტივი ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობ რო დავფიქრდი სწორი მიმართულებით წავსულა იმიტომ რომ ისე დაცულად გზნობდი ამათთან თავს ხანდახან ისე არ გძნობდი დაცულად რაღაცებიც იყო გიომია ჩვენს გამო ხო იყო კაცო და სიტუაცია მაშინ თქვენ გძნობდით ხოლმე თავს დაცულად იყო ხოლმე კი ბევრი პერიპეტიები გადაგხვდენია თავს რაც არ უნდა არც ეგრე ადვილი არ არის ქალებთან ერთად ყოფნა ხანდახან შაშიც გაუყვია თავი ეგრე არ არის რა ფაქტობრივად არის მაგრამ არც ერთი შარი არ შეედრება თქვენგან მომდინარე შარებს ესე რომელსაც მოხვალ ჭიპილია სახში ქვია ავდება მაგით სულ სხვა რა მინდა კითხოთ დიახ ადრე ქარხანაში არ ვიცი ახლა არის თუ არა ადრე ნამდვილად იყო ასეთი პოზიცია ეთქვა წუნმდებელი ანუ ვინც აკვირდებოდა განსაკუთრებით ასე ვთქვათ ხარისხს და ვინც დებდა წუნს ვინ არის ზურა თქვენ შორის ესე ვთქვათ თავარი წუნმდებელი ვინ ეკირკიმალება საკუთარ შემოქმედებას ანუ რო წუნია ვინ არის მე მართლა მე მეგონა შენი ყავი მე და შეხო ერთმანეთს ვებრძვით საერთოდ ორი წუნმდებელი ორი ვარ ორი ვარ რართულად გვაქვს საქმეები მე და მარინა მე რა გამოდიხარ წუნდებულები თუ რა არა ანუ ფაქტიურად კი ორივე პრინციპში არც ერთ არ გვიჭირს მანანას გარდა ყველანი წუნდებლები ვარ მანანა არის ესე იგი პირიქით პოზიტიური დამოკიდებულები ჩვენ ხოცავთ ერთმანეთს და მანანას რა აზრი აქვს ჩემ ჩარევას მაინც როგორც თქვენ გიდათ ისე გადაწყვეტო და რატომ მოვიწყვიტო ნერვებიო მითხართ რომ აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ბოლო დროს ვცდილობ ასე მოვიქცევოთ არ გამოდის ზურა შენ ვირბაზო ხალხო მოდი ახლა გადავიდეთ მუსიკალურ ნაწილზე იმიტომ რომ თქვენ მართლაც ხელსარიელები არ მოსულხართ და თქვათ იმ კომპოზიციის შესახებ რომელიც მოამზადეთ და აი ამ ვერსიის აი ამ კომპოზიციის პრემიერა გვაქვს დღეს ჩვენ შოუში კი ბატონო ნინო შენ დაიწყე იმიტომ რომ შენი იდეა იყო შენი იდეა იყო ეს არის ჩვენი ბავშვობა ეს სიმღერები ხა რასაც მოისმენს მაყურებელი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ანსამბლი ვერიას. ნამდვილად. რა თქმა უნდა, მამას, ჯემაღარას და დიდ ალექსანდრე ბასილაიას, იმიტომ რომ ესეთი შედევრები შექმნეს, ეს არის ოპური ჭიქთა ქორწილიდან. სულ გვინდოდა ყველას, რომ აი ბასილაიას არაფერი არ აქვს რეპერტუარი, მოდი რაღაცა იქნება. აი ვერასდროს ვერ მოვირგეთ კი არა, ანუ აი ხო, რომ რაღაცა გაგვეკეთებ და რა, აი გამოხდა ხანი. და ეს მოვიდა ეს იდეა და გადავწყვიტეთ რომ ჩაგვეწერა ეს პოპური ცირაბზიშვილს მინდა მადლობა გადაუხადო მისი არანჟია და მის სტუდიაშია ჩაწერილი ქალბატონ ლუიზას აუცილებლად მადლობა დაურეკეთ რა თქმა უნდა და შევეკითხეთ ისევე როგორც თქვენ გია ბატონო და თიცულოვნად დაგვთანხმდა რა თქმა უნდა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის იყო და იქნება ყოველთვის სივერიის რეპერტუართან საპასუხისმგებლოა ძალიან იმიტომ რომ ეს ისეთი ნაშრომია ამის ესე ხელის ხლება და აი დაუფიქრებლად ცოტა სარისკო ამბავი ხო ამაზე ცალკე ვისაუბროთ ესე იგი რა თქმა უნდა ხა კი რომ უსმენდით ამ პარტიებს ყოველთვის ხვდებოდით რომ იქ საკმაოდ რთული პარტიები იყო მაგრამ უშუალო შეხება რომ მოგვიხდა ესე იგი ისეთი ნიუანსებია იქ მუსიკალური გარენ არა სუბუქად ჩანს და აზარფული გამოდგა ამ სიმღერების ჩაწერა რა ხვდები აი და ჩაწერის დროს მინდა ვთქვა რომ აი ხვარი რომ წერთ რომ ხანდახან რაღაც აუს ფრაზა მეზარება რაღაცა ყველას აი როგორი შემართებით წერდით ისი რომ აი ისე შემოგვეხარჯა დრო რომ ვერ მივხვდით რომ ღამის 4 საათი იყო რომ დავამთავრეთ ჩაწერა აი ყველა აი მანანა რომელიც აი სუ ესეთია პასიური ვარ ცოტა რაჭველია
ისე იყო რომ შემიშვით კაცო მე ჩემ ჩასაწერია აი ყველა ვიყავით აი ბედნიერები რა ეს იმდენ ისეთ მუხს გაძლევს თვითონ ეს სიმღერები რომ შინაგანად ხარ ბედნიერი და ამას გადმოსცემდა ნუ მადლობა ამისთვის ანსამბლივერიას ძალიან დიდი დიდი მადლობა ან საოცარი სიტყვებისთვის საოცარი მელოდიისთვის ჩაქსოვილი ჯაზური ელემენტებისთვის არ ვიცი აი მართლა გაოგნებულები ვიყავით მიუხედავად იმისა რომ ამ მელოდიებზე ვართ გაზრდილები მართლა სიღრმეებში რომ ჩავედით აი სრული გაოგნება დაგვემართა აი მართლა აფერუმ დიდ ალექსანდრე ბასილაიას ბატონ ჯემალს განსაკუთრებით დიდი მადლობა და თვითოულ ივერიელს მართლა იმ დიდი სიამოვნებისთვის და იმ სიხარულისთვის რამდენი ჩვენთვის მოუნიშნებია დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა მოწვევისთვის რომ თქვენთან ხდება ამ პროექტი თან ეხლა მეორე მომენტი იყო აქ კიდევ მე გასაგებია რომ აგერ შეხება მქონდა ბატონ ჯემალისგან ბიზია თომა ვიყავი თომა ვიყავი გადმომეც ეს მაგრამ ჩემ გოგოებს რომ აი გამოკვარკვალიტებული კაჭკაჭები არიან და მაგ ფრაგმენტსაც არაუარეთ გვერდი აი შინაგანად მოწოდებით არიან კაჭკაჭები ეს რაღაცნაირად აი თავისთავად ამ კაჭკაჭების პარტიას გვერდს ვერაუვლიდით და აი რაღაცა თან იმდენი ლამაზი მელოდია და სიმღერა არის აქ რომ ვერ გავიმეტეთ და კი ისი გია ბატონო რომ ჩვენ ზოგადად ძალიან პოპულარული პოპულის მოყვარული პოპურებიდან გამომდინარე აი ესე ბევრი კიდე ბევრის გაკეთება გვინდოდა უბრალოდ ქრონომეტრაჟი ძალიან გაიზრდებოდა და მე სპექტაკლს ხომ არ გავაკეთებ ცოტა უხერხული იქნებოდა და აი ესე ძლივს გამოხშირეთ და გამოვიტანთ აი სიმღერების აბუთი და ამოედანი მოგზანდით მადლობა თქვენ Diri dam dam da diri
შენი მათი გადმოგვაყარე სიყვარული სიხარული გვახარე ძაო შენი მათი გადმოგვაყარე სიყვარული სიხარული გვახარე ასემტერი დაგეცალოთ დიალი 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 ოხერ დიალი Cortilia keipia griali 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 Asemberi dagezalo diali 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 ocher diali Cortilia keipia griali 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 დიდი მადლობა ჩვენ ძვირფას სტუმრებს გუნდ სპორტე კიდე ერთი პრემიერა გვაქვს ძვირფასო მეგობრებო ფორტე შემთხვევაში თუ ვერსიის პრემიერა იყო ახლა ვთვლათ სიმღერის პრემიერა გვინდა შემოგთავაზოთ და ამ სიმღერის ავტორი და შემსრულებელი გვყავს სტუმრად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი გიგა ჯალაღონია გიგა საგამომშვიდობისა დღეს შენ მოგიწვია იმიტომ რომ ერთი მშვენიერი სიმღერა რომელიც ზუსტად აი ზაფხულის განწყობას ამკვიდრებს და შემოაქვს მინდა გითხრა და დარწმუნებული ვარ რომ ბევრ საარსებობს ახლა როცა ესეთი საზღვაო სეზონი მოდის შენი არაერთი სიმღერა მე მომისმენია განსაკუთრებით აი ბავშვთან ერთად და ვიქრობ შენი ერთგული მსმენელისთვის ასევე ნაცნობია სიმღერები მაგრამ ამ ტიპის სიმღერა მე მგონი პირველი იყო ოცხოში მე აქამდე არ მომისმენია და მიხარია რომ ჩვენ შოუში გვაქვს ამის პრემიერა და მითხარი ორიოდე სიტყვა აი ამ შენი სიმღერის საუბრზე სიამოვნებით პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა ამ სტუდიაში მოკლედ ამ სიმღერას რაც შეეხება არის აჭარული მოტივები სიმღერას ქვია ნანე და ასე ვთქვათ სხვის თემატიკასთან ახლოს არის და მოკლედ როგორც ახსენე აუს იმედი გვაქვს რომ ეხლა ჩემს ირგვლივს გარემოცვაში ყველას ძალიან მოწონს და იმედია რომ მსმენელსაც მოეწონება და ერთი-ორი სიტყვა მინდა ამ სიმღერასთან დაკავშირებით ჩემ მეგობარ ოთარ ედიშერაშვილს მინდა მადლობა გადაუხადო განსაკუთრებული კარგი რჩევებისთვის მოკლედ ოთარ მადლობა და არანჟირება სადაც გაკეთდა სტუდია ეს იყო ქუთაისში ერეკლე დიდიას მადლობა და ასევე ჩემს მეგობარს დიმა ჭითანავას მოკლედ მადლობა მას მოკლედ მეგრულ აჭარული კომპოზიცია გამოდის ხო ესე გამოდის იმიტომ რომ ზედახმები მეგრელები ვართ და მეგრული აჭარული გამოგვივიდა ძალიან კარგი წარმატება შენ სიმღერას და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და ავაჯღეროთ შენი სიმღერა ჩვენ შოუში ასვარს კლავია უნდა ქარით მას რომ ითამაშებს ეცის სულბანეს მოდა ნანევ შენზე ფიქრებიო ვერაფრით ჩორდებოდა დაგინახე შევადარე ნანევ შენი თვალები მიხვალ მოხვალა თამაშებლა რომ არ გებრალები თუ გიყვარვალ რადგან მინდი ჩემო თვალე მსიანო ეს ხოვრება მშვენიერო ერთულ შევხვია და ამიდარი მოიშალა ზეცამიც ხონუნია Mindaris deine
დიდი მადლობა გიგა ჯალაღონია, წარმატებები უშუროთ მას. ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი ნენე სიხარულიძე გახლავთ ჩვენი შოუს სტუმარი. ნენე, ჩემო ძვირფასო. მადლობა მობრძანებისთვის. მიხარია რომ მასმიზლობ ჩვენ შოუში. მე შენი სიმღერები მოსმენილი მაქვს, მაგრამ არ მაქვს მოსმენილი შენი ინტერვიუ, ანუ ტელევიზიაში აი ესე შენი საუბარი ყოველთვის მე არ მახსოვს და როგორ დაიწყო შენი პირველი ნაბიჯები სასიმღერო მიმართულებით და საიდან გაჩნდა ეს სიყვარული? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, მით უმეტეს მომღერლის სტატუსით გამოცხადება, მადლობა. მუსიკისადმი სიყვარული დაიწყო ძალიან ღრმა ბავშვობიდან. დაახლოებით 2 წლის ვიქნებოდი და რითმულად ვყვებოდი და ვღიღინებდი ლექს. მაშინ მიხვდა დედა რომ მესმენა მქონდა და მისი ინიციატივა იყო ის რომ მე მესწავლა სიმღერა და დამეწყო ამ კუთხით ჩემი თავის განვითარება. დღეს რა სიმღერა უნდა წარუდგინოთ მაყურებელს, მოდი ამის შესახებაც უთხრათ, იმიტომ რომ ფაქტობრივად პრემიერა და თან გარდა იმისა რომ აქვე შევასრულებთ პარალელურად ვაჩვენებთ კლიპს და რეალურად ეს სატელევიზიო პრემიერაც გამოგვივა, ხო? კი, ნამდვილად, 1 წელი მუშაობდით ამ სიმღერაზე, ტექსტიც და მუსიკაც არის მანუჩარ მანჯავიძის, არანჟირება კი ბორიკო შხიანის არის და დიდი იმედი მაქვს რომ სმენელს და ჩვენს მაყურებელს მოეწონება ეს სიმღერა, იმიტომ რომ დაკავშირებულია ზაფხულთან, სიყვარულთან. სწორედ რომ ეს დროა და მოდი შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს ეს სიმღერა. მადლობა დიდი.
მადლობა ნენე სიხარული და წარმატებები უსურვოთ მას. ჩვენი შემდეგი სტუმარია ჩვენი დიდი მეგობარი, შესანიშნავი მუსიკოსი და არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორი, ბატონი გია მაჭარაშვილი. ჩემო გია, მადლობა მომბრძანებისთვის. დიდი მადლობა ჩემო გია. მადლობა უფალს რომ დღეს შენთან აღმოჩნდი შენს გადაცემაში, ამ გემრიელ გადაცემაში და მინდა რომ წარმატებები გისურვო და ყოველთვის იყო შემართებით როგორიც ხარ და დარწმუნებული ვარ ყოველთვის ასეთი იქნება. ურმეს მადლობა შენგანაცვალე. ძალიან მადლობა. აქვე ვეთქვი მაყურებელს რომ ჩვენი მოგრძალებული შემოქმედების წარმატებაში ასე ვთქვათ ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი გაქვს შენ, იმიტომ რომ არაერთი შესანიშნავი არა მხოლოდ სიმღერის ავტორი ხარ, არამედ არანჟირების და ძალიან ბევრი კომპოზიცია თუ სიმღერა, რაც აჟღერებულა ჩვენს კონცერტებში თუ მიუზიკლებში, შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს, მაგრამ ეს შენს ოსტატობასთან, შენს შემოქმედებასთან არის დაკავშირებული და ხაზგასმით მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩვენს მეგობარსა და შესანიშნავ კოლეგას. უმეტესი მადლობა ჩემო მეგობარო, უმეტესი მადლობა. ესე იგი გია 70 წლის ხდები წელს. არაფრით არ გეტყობა ჩემო კარგო, არც შემართებით, არც გარეგნობით, არაფრით და ერთსაც ვიტყვი რომ შეიძლება გამორჩეულმა შემსრულებელმა აჟღეროს ამა თუ იმ კომპოზიტორის სიმღერა, მაგრამ თავად სიმღერის ავტორი როცა მღერის, რაღაცა სულ სხვა ხასიათი აქვს ამ ყველაფერზე და გაცილებით გულში შემწომია და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთხოვო რომ თავად შეასრულო სიმღერა შენს მიერვე შექმნილი. შევეცდები, შევასრულებ და ვაჩუქებ კიდევ ერთხელ აი გამლილი ეტაპიდან რომელიმე სიმღერას, მელოდიას, ჩემს მაყურებელს, შენს მაყურებელს და საკ. ზღაბრად ნაგებოდა ძარო სიზმრად ხილულო საბანე არ ვიციცა შეგადარო თუ მოალერს ემთვარეს ავედევნები ოცნებით მე შენს ლანცადან ნაკვალებს ხოლო ჩემ დაგემონები და შენს უძირო თვალებს შენ ხოლო ჩემ შენი თვალების ნათელი მზე გამათბობს მზესავით და მათნობს შენ გიგონებ ოდეს ფიქრებით გულს ვიღონებ უშენოდ მარტო ვარ მარტო ბილიქს წაგავს ლურჯი ნისლები და ბურურს და უშენობა ისე მკლავს როგორც ტყვეობა ბულბულს შენზე ოცნებით ვაღამებ შენი ხილვებით ვატენებ თილის მასავით ვატარებ ძივად აკინძულ ცრემლებს შენ ხოლო ჩემ შენი თვალების ნათელი მზე გამათბობს მზესავით გამათნობს შენ გიგონებ ოდეს ფიქრებით გულს ვიღონებ უშენოდ მარტო ვარ მარტო უშენოდ მარტო ვარ მარტო უმრესი მადლობა ჩვენს ძირფას სტუმარს გია მაჭარაშვილს
დღეს სამი დღემშვიდობები ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.